ახლა ქრონიკის შეკითხვებს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციგიძე უპასუხებს. მოგესალმებით, ხალბადონო მაია. მოგესალმებით. სიუჟეტში, რომელიც ჩვენ ახლა ვნახეთ, მოცემული იყო ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 77,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რა არ გაკეთდა, ან რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ეს ციფრი შემცირდეს? ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში მართლაც მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს სწორედ ამაზე ვმჟელობთ, პირველი ღვინის ბავშვთა დაცვის დღეს და ბავშვთა განვითარება და ბავშვთა მდგომარეობა აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჩვენ ქვეყნის განვითარების კონტექსტში. რამდენადაც ძალიან ხშირად სწორედ ბავშვთა საკითხებზე მსჯელობენ განყენებულად და არა სწორედ ქვეყნის განვითარების კონტექსტში. რამდენადაც ის გადაწყვეტილებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანაში მიიღება, ეკონომიკური რეფორმები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბავშვების მდგომარეობაზე და ამასთანავე ის თუ როგორ დღეში არიან დღეს ჩვენი ბავშვები, როგორ ცხოვრობენ ბავშვები დღეს, პირდაპირ გავლენას ახდენს თუ როგორი განვითარებული იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ შევებრძოლოთ და გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც არა მარტო ბავშვების, არამედ ქვეყნის წინაშე დგას დღეს. თქვენ ახსენეთ ბავშვთა სიღარიბე და ის ციფრები, რომლებიც ჩვენი კვლევის თანახმად გამოიკვეთა, ეს ძალიან პრობლემა არის, დიდი პრობლემა არის, რამდენადაც როგორც აღნიშნა, ის ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, ისინი ვერ იღებენ განათლებას, სამედიცინო მომსახურებას და შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ განაგრძობენ სიღარიბეში ცხოვრებას და ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა შრომით ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ მიიღებენ ქმედით მონაწილეობას ქვეყნის აღმშენებლობაში და ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შემცირდეს ბავშვთა სიღარიბე საქართველოში. ჩვენი გამოთვლებით თუ შემოღებული იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი 30 ლარის ოდენობით თვეში, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს თვეში 25 მილიონი ლარი დაუჯდება, ეს ბავშვთა სიღარიბეს საგრძნობლად შეამცირებს სხვა მეთოდებთან შედარებით, როგორიც არის მაგალითად მიზნობრივი სოციალური დახმარება თუ ამ დახმარების მიმღებთა რაოდენობის გაზრდა. გასაგებია. რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობის საკითხს, თქვენი ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად დაახლოებით 300 ბავშვი იღუპება საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვს სრულფასოვანი კვება. ყოველს კარგად გვახსოვს აჯარაში მომხდარ ტრაგედია, რასაც შვილის სიცოცხლე შეეწირა. თუ შეიცვალა ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა და რა ხდება ძირითად შემთხვევებში შვილთა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზი? მთლიანობაში 1000-მდე ბავშვი იღუპება წელიწადში სამწუხაროდ საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო და 300 ბავშვი აქედან 300 ბავშვის სიკვდილი უკავშირდება სწორედ არასრულფასოვან კვებას და კვების დეფიციტს. და როდესაც ჩვენ საუბრობთ კვების დეფიციტზე, აქ იგულისხმება ვიტამინები და მიკროელემენტებით გაჯერებული საკვები, რომელიც აუცილებელი არის ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის. სწორედ აი ამ 300 ბავშვის სიკვდილი გამოწვეული არის აი ამ კვებასთან დაკავშირებული პრობლემებით, როგორიც არის მაგალითად მცირეწონიანობა, დედისა და ბავშვის ანემია, რომელიც რკინის დეფიციტით არის გამოწვეული. ასევე ზრდაში ჩამორჩენა, ძალიან ბევრი ბავშვი სწორედ ჩამორჩება ზრდაში, იმიტომ რომ ის ვერ იღებს შესაბამის ინგრედიენტებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. და ამიტომაც ჩვენ რეკომენდაციას უწევთ, რომ მოხდეს თქვა თბილის ფორტიფიკაცია, რომ პოპულარიზება გაეწიოს იგივე ძუძუთი კვებას და ბავშვს მიეწოდოს ვიტამინებით გაჯერებული საკვები. სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობაზეც მინდა კითხო, ცნობილია, რომ ბავშვის განვითარებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა პროგრამები არსებობს ქართულ საბავშვო ბაღებში და სკოლამდელ განათლებას თუ ექცევა სათანადო ყურადღება საქართველოში? თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სკოლამდელი განათლება, ანუ 5 წლამდე ასაკი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისათვის. 5 წლამდე ასაკში ყალიბდება ის ძირითადი უნარჩვევები, რომელიც შემდგომ ადამიანს უყალიბდება. ანუ ეს არის ფუნდამენტი, რომელზედაც შენდება პიროვნება. აი ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის ტვინის 80%. ასე რომ ბავშვი აი ამ პერიოდში ვითარებს იმ სოციალურ უნარჩვევებს, იმ განათლების უნარჩვევებს, რომელიც მას შემდგომ გამოადგება სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაში. დღესდღეობით საქართველოში არ არის ბევრი ბავშვი ჩართული სკოლამდელ განათლებაში. ჩვენი მონაცემებით მხოლოდ 50% ბავშვებისა ჩართულია სკოლამდელი განათლებაში და აქედან მხოლოდ ღარიბი ოჯახების 30% დადის საბავშვო ბაღში და ჩართულია სკოლამდელ განათლებაში. ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. სიტუაცია განსხვავებული არის ქალაქების და სოფლების მიხედვით. მაგალითად, თუ ქალაქში არის ძირითადი პრობლემა მოთხოვნა, ანუ მშობლებს არ აქვთ კარგად გაცნობიერებული სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა და ისინი ბაღს უფრო ვინმესთან დატოვების შესაძლებლობად განიხილავენ და არა საგანმანათლებლო დაწესებულებად. მაშინ როცა სოფლად ძირითადად მიწოდების პრობლემა არის, არ არსებობს საბავშვო ბაღები, თუმცა აქაც შეიძლება ალტერნატიული ვარიანტების გამონახვა, მაგალითად ალტერნატიული საბავშვო ბაღები, თქვა ორგანიზაცია კივიტასთან ერთად ჩვენ 40 დროში შეზღუდულები ვარ და მცირე დროში ვცდილობ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ თქვენგან. კიდევ ერთ მტკივნეულ თემას მინდა რომ
შევეხოთ ბავშვთა ძალადობის კუთხით მაინტერესებს რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში მედიაში მსგავსი ისტორიები შუქდება, თუმცა რასაკვირველია გაცილებით მეტია ესეთი შემთხვევა, რომელიც ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. აი ამ კუთხით რა ხდება საქართველოში? ბავშვთა ძალადობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა არის პრობლემა. ჩვენ სულ ახლახანს ჩავანტარეთ კვლევა და თქვენს ეთერში ვამბობთ პირველად ამ ინფორმაციას. საქართველოში მოსახლეობის 40% დასაშვებ სოციალურ ნორმად თვლის ბავშვთა მიმართ ძალადობას. მე მგონი ეს არის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ჩვენ ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად სადღაც 70%-მდე ბავშვები განიცდიდნენ ამა თუ იმ ძალადობას, არ იგულისხმება რასაკვირველია მძიმე ფორმის ძალადობა, აქ იგულისხმება მსუბუქი ფორმის ძალადობაც, როგორც არის მაგალითად დაყვირება, წამორტყმა და ასე შემდეგ. ანუ მშობლები ძალადობრივ მეთოდებს განიხილავენ ბავშვის აღზრდის დრო და ეს არ არის სწორი, რასაკვირველია, რამდენადაც ძალიან მძიმე გავლენას ახდენს ძალადობა ბავშვებზე. ქვეყანაში არსებობს დღეს ბავშვთა ძალადობის ესე იგი დაცვის პროცედურები და ყველა ის პროფესიონალი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან, ეს იქნება მასწავლებელი სკოლაში თუ ექიმი, საავადმყოფოში, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ვალდებულია თუ დაინახავს ის, რომ მის გვერდით ხორციელდება ძალადობა ბავშვის მიმართ, ის ვალდებულია აცნობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ამის შესახებ, რის შემდეგაც უკვე სპეციალისტები მივიდნენ და შეისწავლიან მდგომარეობას. რაც შეგვეხება ჩვენ ჟურნალისტებს, ხალბატონო ისხშირად ისმის ხოლმე პრეტენზიები მედიის მისამართით, რომ ბავშვთა საკითხი არ შუქდება სათანადოდ და ფიქსირდება გარკვეული გადაცდომები. რა ძირითად ხარვეზებს აფიქსირებს ხოლმე თქვენი ორგანიზაცია და სპეციალისტები? დიახ, უნდა ითქვას, რომ მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში გამოსწორდა, თუ მაგალითად ავიღებთ არასოწოვან მსჯავრდებულებს. ადრე იდენტიფიცირება ხდებოდა ძალიან იოლად ამ ბავშვების, თუმცა დღეს უკვე მათი სახეები არის დაფარული, ეს ძალიან კარგია. ანუ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ბავშვების იდენტიფიცირება შეიძლება მათთვის საზიანოც აღმოჩნდეს, როგორც მაგალითად არასოწოვანთა მსჯავრდებულების შემთხვევაში. ასევე ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მიმართაც, თუ მათი იდენტიფიცირება ხდება მედიაში, ეს მათთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომ ჟურნალისტებს მართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი ბავშვთა საკითხებს აშუქებენ. რამდენადაც ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, ბავშვები არიან დაუცველები, ისინი ვერ აცნობიერებენ ხშირად იმ საფრთხეს, რომლებიც მათ წინაშე დგას, ამიტომ ყველას ჩვენს გვაკისრია ჩვენი ვალდებულება და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საერთოდ სახელმწიფომ უნდა უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინოს ბავშვთა პროგრამებში, რამდენადაც ქვეყნის ზრუნვა სწორედ ბავშვის ადრეული ასაკიდან იწყება. ეხლა სწორედ მაგ თემაზე მინდა რომ ვკითხოთ ქალბატონო მაია, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 0-დან 5 წლამდე ბავშვების განვითარებისთვის ბიუჯეტიდან ყველაზე ნაკლები თანხა იხარჯება. რა არის ამის მიზეზი და რა იქნება თქვენი რეკომენდაცია? თქვენ სწორედ ბრძანეთ, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფზე ყველაზე ნაკლები იხარჯება და გარდა ამისა საქართველო მის მეზობლებთან შედარებით ყველაზე ნაკლებს ხარჯავს ზოგადად ბავშვებზე. ამიტომ აუცილებელია ინვესტიციების გაზრდა. როგორც აღნიშნეთ ჩვენ, ის თუ რა ყურადღებას აქცევს დღეს ქვეყანა ბავშვებს და ბავშვთა საკითხებს და პრობლემებს, ისეთი იქნება მისი განვითარება ხვალ. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ამას უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ ბავშვებში. ეს პირდაპირ კავშირში არის ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან. და ეს უკვე მეცნიერულად არის დასაბუთებული, თუ უფრო მეტ ინვესტიციას ჩავდებთ ჩვენ ბავშვთა პროგრამებში, ხვალ ქვეყნის ეკონომიკა უფრო განვითარებული იქნება, რამდენადაც ეს ბავშვები ხვალ სამუშაო ძალას წარმოადგენენ და მათ უნდა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სწორედ მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ქრონიკის სტუმარი იყო და ჩვენ შეკითხვებს ღია ეთერში პასუხობდა გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ქურციკიძე. ჩვენ